მოგესალმებით მეგობრებო. თქვენ იცით რომ უკვე 157 დღეა დღეს შესულდა რაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა პროტესტის ნიშნად და იქ ხალხი არა მარტო იმითია დაკავებული რომ გადაკეთოს რუსთაველის გამზირი, არამედ იმითი რომ ფიქრობს ამ ქვეყანაზე თუ რა გვიშველება საერთოდ ჩვენ ქვეყანას. რუსთაველის გამზირზე იკრიბება ძალიან ბევრი ძალიან ჭკვიანი და პატრიოტი, უბრალოდ ბევრად ჭკვიანი, ვიდრე პარლამენტში ზიან და ბევრად პატრიოტი ადამიანი, ისაც შესტკივა საქართველოს მომავალზე, ევროპულ მომავალზე და საერთოდ საქართველოს მომავალზე გული და რომლებიც ფიქრობენ სულ რომ თუ როგორ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ დავიხსნათ ამ მავნებლებისგან ეს ქვეყანა და როგორ ჩავატაროთ არჩევნები. ესე იგი მე შეხვედრა მაქვს ყველასთან იქ, იმიტომ ჩვენ ერთმანეთს უკვე ვიცნობთ, ჩვენ უკვე ერთმანეთთან ვზივართ, გავართ უბრალოდ ლაპარაკობთ და ამ საუბრის დროს მოდის საღი აზრები, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. მარტო გადაკეტვა, გზის და პროტესტი, როგორც ხედავთ, თავის საქმეს აკეთებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, მაგრამ საკმარისი ამიტომაც არ არის და ამიტომ ჩვენ ეგეთ წინადადება შემოვიდა დღეს, რომელსაც მე ვაჟღერებ, მე დამავალეს ამის გაჟღერება, რომ ვის უნდა მოვთხოვოთ ჩვენ ახალი არჩევნების ჩატარება? არალეგიტიმურ მთავრობას? იმათ ვინც საერთოდ არ აგვირჩევია და თავისთავად დაისახელეთ და ეხლა იგი ჯარიმებს გვიკეთებენ და რაღაცებს და გვიჭერენ ციხეში და გვაჯარიმებენ და ამ ჯარიმების გადაუხდელობის გამო კიდე შეიძლება ქუჩაში დაგტონ. ვის? ეს ხალხი არ არის, თავისი დაინიშნეს თავი. ამიტომ არავითარი მოთხოვნა არჩევნების ჩვენ თვითონ და ჩავატაროთ არჩევნები სექტემბერში. ეს არის აზრი სექტემბერში. ჩავატაროთ ლეგიტიმური არჩევნები სექტემბერში. ყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახელით. ყავს ადამიანი, რომელსაც შეიძლება დაანიშნოს ეს არჩევნები. ყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მიიღებენ ამაში მონაწილეობას. სექტემბრამდე დროა ჩამოყალიბდება კიდე ახალი პოლიტიკური პარტიები, ვისაც შეუძლიათ მიიღონ ამაში მონაწილეობა. შევქმნათ CSKO. ჩვენ უფრო მეტი ლეგიტიმაცია გვაქვს ეხლა ამ არჩევნების ჩასატარებლად, ვიდრე ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ მათ საერთოდ არ აქვთ არავითარი ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. რას უხოცებით მათ ჩვენ არჩევნების ჩატარებას? და უკანონოდ ყავთ კიდე დატყვევებული ტერორისტულად ჩვენი ახალგაზრდები იქ და კიდე ამისი ვაჭრობას აპირებენ. ამიტომ არ არის ეს საჭირო. მე დამავალა რუსთაველის გამზირი ქვია ჩვენს ესეთ შეხვედრას იქ ყოველ საღამოს. ჩვენ თავს დავარქვით რუსთაველის გამზირი. ეს არის ესეთი საპროტესტო აქცია, მოდით ესე დავარქვათ. და მე დამავალეს რომ რადგან მე ვიცნობ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს და წევრებს, რომ შევხვდე მათ და ერთად უკვე განვიხილოთ ეს საკითხი, მათ განიხილონ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ეს აზრი მოეწონება, იმიტომ რომ ახალი არჩევნები არის გარდაუვალი. გარდაუვალია, სხვანაირად ქვეყანა მიემართება, ესე იგი უსკრულში სადღაც, უსკრულში, მეტი სხვა გზას ჩვენ ვერ დავარქმევთ. იმისთვის რომ არჩევნებზე მოვიდეს 50% ჩვენ ამის ყველანაირი შანსი გვაქვს, იმიტომ რომ 85%-ს უნდა ევროპისკენ და ამ არჩევნებზე გამოცხადება იქნება 50%-ზე მეტი, ეს დარწმუნებული ვართ და ეს იქნება ლეგიტიმური არჩევნები. ოცნებამაც მიიღოს ამაში მონაწილეობა, ჩვენ წინააღმდეგ კი არა ვართ. რა თქმა უნდა, თუ გაიყვანეს, რამდენ დეპუტატსაც გაიყვანენ, გაიყვანონ. ეს არჩევნები უნდა იყოს როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი. სექტემბრის ბოლო კვირა, ან ბოლო მეორე ნახევარი. ეს უკვე პრეზიდენტმა გადაწყვიტოს. ისე რომ ეს აზრი წარმოიშვა, ეს ამას საღი აზრია და ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ. მანამდე რა თქმა უნდა პროტესტი, მანამდე აქციები, მანამდე ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია რომ ჩვენ დავიცოთ ჩვენი მომავალი. მე მგონი სექტემბრამდე ვიზა ლიბერალიზაციას არ წაგვართმევენ, არ წაიღებენ უკან ევროპელები, მით უმეტეს თუმცა მიხვდებიან რომ სექტემბერში გვაქვს არჩევნები. სექტემბრამდე გვაცალონ და ეხლა თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ყველაფერი კარგად ჩაივლის, მე დარწმუნებული, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, ჩვენ ვართ ხალხი, ჩვენ ვართ ვინც უნდა ავირჩიოთ
და ჩვენ ვხვდით მე პარლამენტის წევრებს ხელფას და ვიქიროვთ მათ და დავიქირავთ ნამდვილად ისე რომ ეს არის წინადადება ეს არის აზრი მე გთხოვთ ეს გაავრცელოთ ახლა ყველამ გაავრცელოთ რომ ხალხმა ეს ყველა მოისმინოს ნახოს ასე რომ ყველაფერი წინ არის ბრძოლა წინ არის გამოსავალი ყოველთვის არის მთავარი ვიყოთ ერთად და მთავარია არ უღალატოთ ჩვენს ქვეყანას. აი ეს არის მთავარი. იცოცხლე.